Общественное место организовать. ტერასები და ეზოს დიზაინი აბსოლუტურად სხვა სახით ამოქმედება. ორ კორპუსს კი ერთმანეთთან სპეციალური ტერასა დააკავშირებს. შენობის გარე ფასადი გამჭვირვალე იქნება, რაც შეეხება შიდა სივრცეს. ის აბსოლუტურად სხვა დიზაინის იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გარე ფასადიდან ჩანდეს. კონკურსში მიწვევა რამდენიმე თვის წინ მივიღე. ძალიან საინტერესოა, როცა ბანკის ხელმძღვანელობამ ისტორიული შენობის შენარჩუნება ყოველგვარი დემონტაჟის გარეშე გადაწყვიტა. მასშტაბის თვალსაზრისით, რო წარმოიდგინოთ დღეს არსებული ბიზნეს ცენტრები, რაც არის საქართველოში, მათ შორის მშენებარეც, ეს არის ყველაზე დიდი ობიექტი და როგორც იცით, აქ ძირითადად ამ შენობაში განთავსდება TBC ბანკი, მაგრამ აქ ასევე საოფისე ფართები იქნება და როგორც ბიზნეს ცენტრი რო წარმოიდგინოთ, ობიექტურად ყველაზე დიდი შენობა არის საქართველოს მასშტაბით. ძალიან მოხარული ვარ, რომ აღინიშნა ჩვენი პროექტი და დაგვიფასდა ის შრომა, რაც დავხარჯეთ. ეს ჩვენი პროექტი არის რაციონალური არქიტექტურა, როგორც უკვე აღნიშნე და სრულად გამოხატავს ჩვენ მიდგომას, თანამედროვე მიდგომას TBC ბანკის სივრცეების მიმართ, რაც უნდა შეიქმნას. ეს ჩვენი არქიტექტურა გახსნილი იქნებოდა საზოგადოების მიმართ და იქნებოდა კარდინალურად განსხვავებული ფასადების მქონე შენობა. ღამე და დღე, ღამე განათებოდა შიგნიდან, ეს ეფექტურად შეიქმნებოდა შიგნით სივრცეები, რომლებიც სხვადასხვა დონეზე განვითარდებოდა და არ შეუშლიდა ხელს ბანკის ფუნქციონირებას, რომელიც განთავსებული იქნებოდა აი ამ შიდა სივრცეში დაახლოებით. სიმბოლურია, რომ იმ ადგილას, სადაც სულ რამოდენიმე ათეული წლის წინათ იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი შტაბ-ბინა, დღეს არის დამოუკიდებელი საქართველოს კერძო სტრუქტურა, იღებს ესე თქვათ, აიღო მფლობელობაში და იქნება მის სათავო ოფისი, როგორც გახლავთ TBC ბანკი. ყველაფერს აქვს თავის დრო და აი ეს დრო მოვიდა, როცა ჩვენ აი ყოფილ საბჭოთა ნანგრევებზე უნდა ავაშენოთ 21 საუკუნის თანამედროვე შენობა. ამისათვის გამოაცხადეთ კონკურსი. კონკურსი იყო ძალიან საინტერესო, 34-მა კონკურსантმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 8 იყო უცხოური კომპანია, არქიტექტურული კომპანია. საბოლოო ჯამში შევარჩიეთ 4 საუკეთესო პროექტი. გაიმარჯვა ლატვიელმა არქიტექტორმა, პროფესორმა არქიტექტურის დარგში. მე უფრო მეც გეტყვით, ჩვენ აქ ვაპირებთ გავაკეთოთ სერიოზული კულტურული ცენტრი. თქვენ იცით, რომ TBC ბანკი ძალიან ინტენსიურად არის ჩართული ქართული კულტურის განვითარებაში. აქ იქნება როგორც ღია სივრცეები კულტურული ღონისძიებისთვის, ასევე დახურული. აქ იქნება სერიოზული საგამოფენო დარბაზი, იქნება ძალიან დიდი კინოთეატრი, სადაც მოეწყობა უამრავი საინტერესო ფილმის ჩვენება და განხილვა. ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანი მოვა და იამაყებს არა მარტო თავისი ბანკით, არამედ არქიტექტურით და არამედ იმ ადგილით, რომ ესეთი ადგილი არის თბილისში. ჩვენ ამ პროექტს მორჩებით 2 წელიწადში დღეიდან.